მეგობრებო, ეხლა უნდა განახოთ როგორ მოვხსოვოთ გარშემო პეტლების საღილეების მოხსოვა. ავიღოთ რბოი ზომის ყაიზნახი, ყველანაირი ზომის ყაიზნახი წავა და აი შეხედეთ, დავიწყოთ აქედან. იცით რომ ერთი თვალი, ორი თვალი გვაქვს და პირველი თვალის ორი მხრიდანვე შევუყაროთ ესე და თვალი ამოვიღოთ. ესეც ორი თვალი. სუპირველი თვლიდან აი უკაცრავად. სუპირველი თვლიდან აი ესე, აი ამ თვლებიდან უნდა ამოვიღოთ თვლები. თუ შეატყობთ, რომ იჭმუხნება უკვე ნაქსოვი, თითო თვალით ჩაამატეთ მეტი. სამი მოვხსოვე უკვე, აი ნახეთ. მეოთხე, ესეც 4 და 5. მოდი რომ არ შეიკეცოს და უშნოდ არ გამოგვივიდეს ჩვენი ნაქსოვი. რა გავაკეთოთ? ყოველ მეხუთე თვალის შემდეგ ერთი თვალი ჩავამატოთ, ასე იგი. თვალის ჩამატება აი ასე. უფრო ლამაზად როგორც ეს შემოვიხვიოთ თითზე. ესე შევუყაროთ, ჩამოვწიოთ აი ასე. 6 თვალი გვაქვს უკვე. 1 2 ვარ აიპრიხოს ცხვირთან იცის ხოლმე აპრეხვა თვლები რომ მაშურება 2 3 4 და 5 თვალი. მე-6 თვალი ისე ჩავამატოთ. ესე შემოვიხვიოთ თითზე. აი ასე ყელამდე მოვხსოვოთ. ყელთან კარგად იცით რომ ძაფით გვაქვს კისრამდე ძაფით გვაქვს ჩამაგრებული, მაგებსაც განახებთ. ასე რომ მოვხსოვთ მხრებამდე. მეგობრებო, წინა მხარეს ამოვაქსოვე. ეხლა გადავდივართ, სადაც ძაფი გვაქვს ბეჭებზე. აი ესე, ძაფი. შეგიძლიათ ერთიანად ამოიღოთ ჩხირზე. არა, ეს ნელ-ნელა მით შემდეგ გამოვაცალო. ორი თვალი გამოვიღოთ ამ ძაფიდან. უფრო ლამაზი გამოდის ესე ამოღებული, გინათ ჯემპრზე. ჯემპს თუ მოგწევთ წინა მხარეს, ჩაკლების დროს ჯობია თვლები დატოვოთ, ვიდრე ჩაამთავროთ, უფრო ლამაზი გამოდის ყელი. აი ესე გამოგხსოვოთ ლამაზად. აი ესე. ორი თვალი გამოვაცალოთ. აი ასე, ორი თვალი გამოვაცალოთ. ესეც მოგხსოვოთ.
აი ასე. ასე ლამაზად ჩავაქსოვოთ. წინა მხარესაც ყოველ 5 თვალში ჩავუმატოთ თითო თვალი. ესე მეგობრებო, უკანა მხარეც ამოვეთ, შეგადრა ლამაზად გიგონება ნაქსოვი გრძელდება, ვისაც ლამაზად დადგა ყელი. ეხლა მარცხენა მხარის კანტისგან ამოვიღოთ, მე ზედმეტი ძაფები ყველაფერი მოვჭრათ. გვერდიდან ისევ 5 თვალი მოგხსოვოთ. 1 თვალი მეტობა გავაკეთოთ 3 4 5 6. ჩავიდეთ ბოლომდე და დაგიბრუნდებით. მოგხსოვეთ მეგობრებო, ამოვიღეთ თვლები ყველა მხარეს. უკანა მხარეს ეხლა უნდა მოგხსოვოთ სულ წაღმა. სულ უნდა უგუღმა წაღმა უნდა მოგხსოვოთ 3 რიგი, ისე რომ წინა მხარეს 3 რიგი იყოს სულ უგუღმა. აი ასე. სულ უგუღმები რო იყოს წინა მხარეს. წინა მხარეს მოხვდეს სულ უგუღმა მხარე. გხსოვთ წაღმებს, მოვტრიალდებით უგუღმებს, ისევ წაღმებს და ასე ჩავალთ ბოლომდე. 3 რიგი უგუღმა მოგხსოვოთ და გავაგრძელოთ მერე. მეგობრებო, მე მოგხსოვე 3 უგუღმის მერე, ეს ჭკველ ძაბთან და 3 უგუღმა უნდა მოგვექსოვა. შემდეგ 2 წაღმა 2 უგუღმა უნდა მოგხსოვოთ. თავში ისევ 3 წაღმა უნდა იყოს. აქეთ ბოლოშიც 3 წაღმა უნდა იყოს. ეს მოგხსოვე, რეზინა მოგხსოვე 4 რიგი. 4 რიგის მერე გავაკეთე პეტლი. პეტლები ხა როგორ კეთდება, ეს პატარა ვიდეოსავით გაჩვენებთ. ნახატზე დააკვირდით, ადგილებზე იქნება გაკეთებული. უგუღმა თვლებზე უნდა გავაკეთოთ, მაგალითად. აი ეს ნამაც ვაკეთებთ და უკანა მხრიდან 2 ერთად. მოტრიალებაზე ამ თვალს ისე მოგხსოვთ, რომ ეს ნაშხვრეტი ისევ ესე დარჩეს. ეხლა მე უკვე ვამთავრებ ჩემ რეზინას. ერთი წუთით ჩემ რეზინას უკვე ვამთავრებ. პეტლების მერე მე მოგხსოვე ზუსტად 2 3 4 რიგი რეზინა. 4 რიგი რეზინა უკანა მხრიდან, ესე შიგნითა მხრიდან ვაკლებ თვლებს. თვლების ჩაკლება ალბათ ყველა მიცით. მოგხსოვოთ უკანა თვალი გადმოვიდანოთ წინა თვალზე. მოგხსოვოთ წაღმა თვალია, წაღმათ ვგსოვთ, უკანა თვალია, უკანად ვგსოვთ. აი ასე. და ჩავაკლოთ ჩვენი ჟაკეტი. ჩავაბორომში და განახებთ. მეგობრებო, მე ღილების დავაკერე უკვე მეტალისფერი ღილებია, ვერცხლისფერები ძალიან მოუხდა სხვათა შორის. აი ასეთი ლამაზი გამოგვივიდა, მერე ტანზეც განახებთ ბოლოს. ძალიან ლამაზი გამოვიდა ჩვენი ჟაკეტი. აი ასე. პეტლებით ყველაფრით ძალიან ლამაზია. ეხლა კლავები ზედვე უნდა ამოვაქსოვოთ. ესე აი ნახეთ მარყუჯებით გავუკეთეთ თვალი. აი ასე. ნაკერის იღლის ქვეშ ნაკერის სულ პირველ თვალში გავუყაროთ და ჩავამაგროთ. აი ასე. ეხლა ამოვკრიფოთ თვლები 1 გინდათ ყაის ნახეთ, გინდათ ჩხირებით. ცოტა შეგიძლიათ ამოიღოთ. 2 აი ასე ჩხირებთან შეგიძლიათ ამოგიღოთ, მაგრამ აქ ჩაკლებული რო გვაქვს თვლები, ცოტა ვიწრო თვლებია. 3
აი ასე ყაის ნახით და თან ჭხირზეც ჩააცოთ ჩვენი თვლები. ყაის ნახით უფრო გაგიადვილდებათ. 4 5 აი ასე ახლა გვიწვდა თახმათ არის თვლები და ჭხირით გავაგრძელებ მე. ესე ამოვიღოთ მთლიან კრუგზე მკლავების და დაგიბრუნდებით. 86 თვალი გამომივიდა, წაღმის მხრიდან წაღმა მოგხსოვოთ, უკანა მხრიდან უკან მოგხსოვოთ, მხრიდან იდაყვამდე თან მოღუნეთ იდაყვი, გაიზომეთ სანტიმეტრით, ჩემი 34 სანტიმეტრი გამოვიდა. მოგხსოვეთ იდაყვამდე და მე გავაგრძელოთ ჩაკლებები ნელ-ნელა. თავდება ჩვენი ჟაკეტის მოგხსოვაც, მე კლავი მოგხსოვე. იღლიდან ამოვიღე თვლები, 90 თვალი ამოვიღე და 90 თვალი მოგხსოვე 60 რიგი. აი ესე, 60 რიგი მოგხსოვე 90 თვალი. სულ 100 რიგი მოგხსოვე, 40 რიგი მეგობრებო. ყოველ წაღმა მხრიდან 2 თვალი ჩავაკელი. ერთ-ერთი თვალი, 2 ერთად, ანუ ესე ჩავაკელი. ეხლა გვაქვს სულ 100 რიგი მოგხსოვილი, მაგრამ ყველა თავთავიანთი კლავები გაიზომოს და იმის მიხედვით, სანტიმეტრის მიხედვით მოიხსოვოს კლავი. ეხლა მაქვს თვალებს 50 თვალი დარჩენილი და გავუკეთე ჩემი ვერცხლისფერი ძაფი. 3 რიგი სულ უკუღმა უნდა მოვხსოვო ამ ძაფთან ერთად. აი ასე, ეს უკან დავდოვოთ. სულ მაქვს 50 თვალი. ეხლა 3 რიგს მოვხსოვთ, 3-ს არა, 2-ს მოვხსოვთ ჯერჯერობით, 2 უკუღმას, წინა მხარეს უკუღმა თვლებს ვხსოვთ, უკანა მხარეს სულ წაღმა და მესამე რიგზე დაგიბრუნდებით. მესამე რიგის სულ გვაქვს 50 თვალი, მესამე რიგის უკუღმაში 45 თვალზე უნდა დავიყვანოთ. თითო 5 თვალი ჩავაკლოთ ქსოვის დროს, მე უკვე 3 თვალი ჩავაგდე. მეოთხე თვალს ვაკლებ. და მეხუთე თვალი უნდა ჩავაკლო ახლა. და მეხუთე თვალით ჩავაკლოთ. ჭხირეზე დაგვრჩა 45 თვალი. ეხლა უკანა მხრიდან ეს ყველა ძაფი უკვე მოვაკლიჯოთ, მოვაწყვიტოთ. ეხლა მეგობრებო, უკანა მხრიდან პირველი თვალი გადავიტანოთ, 2 წაღმა, 2 უკუღმა, 45 თვალი რეზინი მოგხსოვოთ. სულ უნდა მოგხსოვოთ 20 რიგი.
თუ მოგწონთ ჩემი ნამუშევრები, გინდათ რომ ნახოთ უფრო მეტი და მეტი, გამოიწერეთ ჩემი არხი Nino Handmade და ლაიქეთ, მოიწონეთ. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ნამუშევრები Facebook-ზე Nino Handmade-ზე, TikTok, Instagram-ზე Niniko 1003. ესე 45 თვალი მოგხსოვეთ, სულ 20 რიგი უნდა მოგხსოვოთ მეგობრებო. რეზინა. დავამთავროთ ჩვენი ჟაკეტი, გამზადებულია უკვე. მოგხსოვოთ ორივე მკლავი და შედეგს განახებთ მე.